გულწრფელად რო გითხრათ, არ ვიცი როგორი მწერალი ვარ, ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს საკმაოდ როგორი მთარგმნელი ვარ, არ ვიცი როგორი მთხრობელი ვარ და ალბათ ვარ ალყია პროფესორი, ეს არ ვიცი. მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ მოხდა ისე, ეს არ არის ჩემი დამსახურება, ეს ალბათ არის დამსახურება იმ დროისა, როცა დავიბადე, დამსახურება იმ წრისა, რომელშიც გავიზარდე, დამსახურება უამრავი ადამიანისა, რომელმაც არ დაიშურა ძალა და ღონე და ენერგია იმისათვის, რომ ეს გამოსულიყო, აღმოჩნდა, რომ ვარ კარგი მკითხველი. მავანთაცვით ჩემი არაჩვეულებრივი სტუდენტებისათვის, რომელთაც შევძახებ ხოლმე, რომ გაგინოლებ, ჩაგტოვებ, ყველაფერი ცუდად დამთავრდება, ეს ალბათ ტკივნეული თემაა, იმიტომ რომ კარგი მკითხველი ვარ არა იმის გამო, რომ ღმერთო ჩემო ისეთი ენის შეგრძნება მაქვს, რომ იმის მიღმა არ ვარ. უბრალოდ უკვე როგორ გითხრათ, მეორე კლასის ამოცანაა ჩემთვის რომელიმე ტექსტთან შეხება, განსაკუთრებით ტექსტთან, რომელიც თქვენსავით ძალიან ახალგაზრდა ადამიანებმა დაწერეს. კარგი მკითხველობა აღმოჩნდა როგორც მოგახსენეთ, დამსახურება იმისა, რომ აღმოჩნდი წრეში, ოდესღაც დავიბადე წრეში, გავიზარდე წრეში და ასე ვთქვათ, არსებობა მომიწია წრეში, სადაც ეს ისეთივე განუყოფელი ნაწილი იყო ცხოვრებისა, როგორი განუყოფელი ნაწილიც არის ის მაგალითად, რომ დედა აუცილებლად ადრე თუ გიან გეტყვით, რომ კბილები ჯობია გაიხეხო, იმიტომ რომ თუ არ გაიხეხო, გაგიფუჭდება და თუ გაგიფუჭდება, ბიჭებს არ მოეწონები, კუჭი გაგიფუჭდება, გაფუჭებული კუჭის შემთხვევაში ვერ ჭამ, გაგიფუჭდება ხასიათი და საერთოდ მოკვდები ახალგაზრდა უშნო და არავის არ დაენანები. ანუ რაღაც ჯაჭვური რეაქცია. დაახლოებით იგივე ამბავი იყო ლიტერატურასთან დაკავშირებით და რაღაცნაირად უცნაურად წაეწყო ეს რამდენიმე ლექცია ერთმანეთს. რამდენიმე დღის წინათ, სადღაც კვირის დასაწყისში მომიწია ასევე ძალიან ახალგაზრდა და მომხიბლელ აუდიტორიასთან ამაზე საუბარი. ალბათ ყოველი ოჯახი, ან ყოველი საზოგადოება, სადაც ბავშვი იზრდება, სხვადასხვანაირად ცდილობს, რომ პატარა ადამიანს ასწავლოს კითხვა. ზოგი ელოდება უცვინიერესად, როდის მივა ეს ბავშვი სკოლაში და იქ დაიწყება IA, რომელზეც გიждები და ეს ძალიან კარგია. ზოგი ალბათ ცდილობს, რომ 2 წლინახევრის ბავშვი უკვე კითხულობდეს ფაუსტს და ბავშვი წვალობს, მერე დააყენებენ ხოლმე მაგიდაზე და ეუბნებიან. აბა თქვი დოქტორ ფაუსტის მონოლოგი და ისიც ისხებს. აბე ნუ ნახ ფილოზოფია და ტრაგიკული სურათია, დედა კმაყოფილია, მამა ამაყია, ბავშვი იზრდება კომპლექსიან უბედურ არსებად. იმიტომ რომ მას არ ესმის, რას დატყანებდა 2 წლინახევრის ასაკში და არის ცუდად და სხვა. მაგრამ არის კიდე ალბათ ერთი მექანიზმი, რომელიც ძალიან კარგად გამოიყენეს ჩემი გვარის ადამიანებმა. მე ვფიქრობ, რომ არავინაა აუდიტორიაში, ვისაც არ კლავდა ცნობის მოყვარეობა ამბების გამო. გულზე ხელი დაიდეთ, ან პირველმა მესროლე თქვა იმან, ვისაც აბსოლუტურად არ გაინტერესებდა, რას ეჭორავება მეზობელი თამრიკო მეზობელ სედას. ძალიან მაინტერესებდა. შინაარსი შეიძლება ვერ გამეგო, მაგრამ მაინტერესებდა და ასეთივე ჭორაობა იყო სინამდვილეში წიგნები, რომელთაც მიკითხავდნენ, იმიტომ რომ ამბავი იყო. როდესაც ძალიან პატარა ხარ და სამყარო მხოლოდ ხო-ხოს გეუბნება და ყველაფერი ძალიან კარგადაა, რასაკვირველია, მაშინ მელაყუდა რაღაცას რო ეუბნება ყურწქვიტას, ეს ისეთივე ამბავია, როგორც თამრიკომ რო სედას უამბო, მეზობელი რაფიკას ცოლი რო უყოფაქცევო. აბსოლუტურად ზუსტად ისეთივე ისტორია. ამბავია, რომელიც დაიწყო, გაგრძელდა, დამთავრდა, მე შეიძლება ვინმეს უამბო. ანუ სამყარო ძალიან ღია. და ცით რასაკეთებდნენ, საშილად იქცეოდნენ. იწყებდნენ ამბის კითხვას და მერე მეუბნებოდნენ, რომ გავაგრძელებთ თვალ. ვერ წახდებოდი. და ეს არის ალბათ უტყუარი მექანიზმი, იმიტომ რომ მე ბავშვი იწყებს კითხვას იმისათვის, რომ აღარ იყოს ვიღაცაზე დამოკიდებული და აი შენ რო გეგონა იაზვად რომ მე ამბავს ვერ გავიგებდი, მე ეს ამბავი ავიღე და გავიგებდი, ახაც ბატონო. ასე თუ ისე რაღაცა ეტაპზე ყოველმა ჩვენგანმა დაიწყო კითხვა და ალბათ ყოველ ჩვენგანს მე აქ გავლილი სხვა გზა. მაგრამ ამ გზაში გარწმუნებთ ყველანი ერთ რამეში შევხვდით ერთმანეთს. ყოველის უფროსი ეუბნეოდა მას, რომ არის რაღაც წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხოს, იმიტომ რომ თუ ამ წიგნს არ წაიკითხავს, არ იქნება მისი საქმე კარგად. კვლავ კბილების გახეხვის ცერემონიის დონემდე დავდივართ. ასეთი წიგნი, მაგალითად, დანამდვილებით ვიცი, რომ საშუალო სკოლის ბოლო წლებში იყო თქვენთვის ვეფხისტყაოსანი და თქვენ მოთქვამდით და იძახდით, რომ გეზიზღებათ შოთა რუსთაველი, არწმუნებული ვარ. ასეთი წიგნი იყო, არ გქონდათ ესა გადარჩით, ესე იგი ძალიან კარგი პედაგოგი ყავდათ. თინათინის და ნესტან დარეჯანის შედარებითი დახასიათება ლიბერალიზმის ჭრილში არ მოგიწიათ? ბატონო, რაღაც ეგეთი ამბები ხო არის? ანდა დაითვალე რამდენი ფერი გამოიყენა კონსტანტინე გამსახურდიამ იდოსტატის მარჯვენაში და საწყალი ბავშვი ზის და
ზოგი ყოჩაღი იყო და ასანთის ღერებს დებდა და მე ამბობდი რატო არ უყვარს კონსტანტინე, რატო უნდა უყვარდეს, აწამა კაცმა. გადააყენა ჭუიდან გაუმწარა ახალგაზრდა. შესაბამისად, აუცილებლად წასაკითხი წიგნები ერთი არის, რომელიც არის სასკოლო პროგრამაში და მაგლახად ღვთის ახლა მოგვიწია, მაგრამ ერთი რამაც აუცილებლად სასწავლი იყო გამრავლების ტაბულა და მე რატომღაც ტანჯავს დიდი ეჭვი, რომ დამსწრე საზოგადოების რაღაცა ნაწილს, მაგრამ ჩემსავით გამრავლების ტაბულა მთლად ზეპირად არ აქვს ნასწავლი. მე აკითხავთ. მიუხედავად ამისა გავიზარდე და არაფერი დამანო არ აუშვა. შეიძლება მატყუებენ, მაგრამ ისედაც მატყუებენ. ხო, არ ვთქვიათ, ისწავლეთ, რომ მოგატყუებენ მაშინ, მაღაზიაში. არავის არასოდეს ჩემთვის ფესვის ამოყვანა არ მოუთხოვია არასდროს და მომატყუებენ, ხა თუ ფესვი ვერ არ არის ამაზე. მაგრამ არის რაღაცა წიგნები, რომლებიც ითვლებოდა მუდამ აუცილებლად წასაკითხად და აი აქ უნდა გაიყოს ჩემი აზრი, ჩემი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კოლეგის აზრისაგან. აღმოაჩინე რომ მე მგონია რომ ეს წიგნები აუცილებლად წასაკითხი არის. ეს აღმოაჩინე საკმაოდ გვიან, იმიტომ რომ მანამდე ეს წიგნები ისეთივე მოცემულობა იყო ჩემთვის, როგორც ის ამოსვლა, ან ის რომ ოკეანეს აქ მიქცევა და მოქცევა არის. რომ ამ წიგნის გარეშე არაფერი არ არსებობს. პატარა მაგალითს მოგიყვებით. აგლახად ღვთისა ვერ დავემახსოვრო მოთხრობის სათაური, მაგრამ ავტორს ვიცნობ კარგად და თავდავიწყებით მიყვარს და ვიცი რომ რამდენიმე სახე ზის ნამდვილად დარბაზში, რომელსაც ეს ავტორი ასევე უყვარს. არჩილ კიკოძეს აქ ერთი შესანიშნავი მოთხრობა იმის შესახებ უცხო სახლში როგორ შეხვდება ერთმანეთისთვის უცხო მამაკაცი. ახალგაზრდა კაცები არიან შედარებით თქვენთვის მოხუცები, მაგრამ ისე ზოგადად ახალგაზრდები. და მათი ურთიერთობა აეწყობა იცით რა ამბავზე. აღმოჩნდება რომ მათ ერთსა და იმავე დროს აქვთ წაკითხული ერთი და იგივე წიგნები, მაგრამ არა უბრალოდ ერთი და იგივე წიგნები, არამედ ერთი და იგივე გამოცემა ამ წიგნებისა, რომელთაც ჰქონდა ერთი და იგივე ილუსტრაცია ცხადია. უცებ კეთვით საბჭოთა კავშირის დროს არ იყო გამომცემლობების ისეთი სიუხვე, როგორიც არის დღესდღეობით რასაკვირველი. ის არც ისე ბევრი გამომცემლობა წიგნებს ბეჭდავდა წარმოუდგენელი ტირაჟით, იმიტომ რომ ვერ გიქ განსაკუთრებით რუსულენოვან ხო წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა. მთელ საბჭოეთში უნდა გავრცელებულიყო. და ამიტომ თუ კი ვინმე საკითხული ჰქონდა 15 წლის კაპიტანი, როგორც წესი, ეს იყო კრებულიდან, რომელსაც ერქვა თავგადასავლების ბიბლიოთეკა და თავგადასავლების ბიბლიოთეკის კრებულებს ჰქონდა, ამ კრებულს საერთოდ ჰქონდა ძალიან მაგარი თვისება, იცით რა, ყოველ მე-15 ან 20 გვერდზე ერთი გვერდი იყო ილუსტრაცია, არ გინახავთ ასეთი წიგნი ოდეს, რა. ერთი გვერდი იყო ილუსტრაცია გრაფიკული, ძალიან კარგი ოსტატის გაკეთებული და ქვემოთ იყო ციტატა ტექსტიდან. ანუ რისი ილუსტრაცია იყო ეს? და აღმოჩნდება რომ ეს ორი კაცი ერთსა და იმავე წიგნად და შენ გახსოვს იმ ნახატზე იმან რომ ყავარჯენი ესროლ. კი, შენც ეგ გამოცემა ქონდა დედა რა მაგარია და ისეთ ცოტა ჰიპერტროფირებული ფორმით არჩილ კიკოძე მაჩვენდა ორი ადამიანის დაახლოების კიდე ერთი მექანიზმი. ამბავი იმის შესახებ რომ თუ შენ და მე ჩემო ძვირფასო ერთი და იგივე რამ გამოვიარეთ და ერთნაირად გვიყვარს და ისე ძალიან გვიყვარს რომ აი 40 წელი გავიდა იმის მერე რაც წავიკითხე 15 წლის კაპიტანი და კიდე მახსოვს რომ ამა და ამ გვერდზე ესა და ეს ეხატა და კუთხეში რო ლარნაკი იყო იქ ასეთი ამბავი იყო ძალიან მაგარია და თუ კი ჩვენ ამაში ვიპოვით საერთო ენას. ვფიქრობ რომ თქვენ თაობასაც აქ რაღაცები რაც ითვლება რომ თუ ეს არ გაკეთებული ან წაკითხული ან ნანახი ან ამაზე მაინც არ ოცნებობ გოგო არ მოგესალმება ბიჭი ზედაც არ შემოგხედავს. არის რამე ასეთები ალბათ კი რომელიმე თქვენგანმა რო თქვას რომ არ გაუგონია რას ნიშნავს Facebook-ი ну იქ რაღაცა ცოტათი უცნაური დამოკიდებულება გაჩნდება ხო იმიტომ რომ ერთია რომ ან გასხივოსნებულია ან მეორე ძალიან წყვრიად შეყვება არ არის კარგი ამბავი გასხივოსნებულები ნაკლებად დაახლოებით ასეთი ამბავი იყო ჩემი სტუდენტობის დროს თუ რაღაც წიგნი არ ქონდა წაკითხული რაღაც ნაწარმოები უბრალოდ ვერ მიხვდებოდი იქ რატო ზიხარ იმიტომ რომ სასაუბრო თემა იყო და არა იმიტომ რომ ეს წარმოუდგენლად ნიჭიერი და ჭკვიანი ხალხი იყო არამც და არამც უბრალოდ გახსოვთ რომელიღაც ქართულ ფილმში იყო ავტოჯიდები იცინიანში რატო იყო რევოლუციონერი ბავშვი გონება ჩამორჩენილი. იცით რატო იყო 60-იან წლებში დაბადებული ადამიანი ის რასაც დღევანდელ სინამდვილეში უწოდებენ ნაკითხი. იმის გამო რომ ეს წარმოუდგენელი სიუხვე რომელიც ამჯერად თქვენ ხელსთან მას არ ქონდა საწყალობელ პატარა ადამიანს. მაგრამ მეორეა რომ მე არ ვიცი ვის უფრო მეტად გაუმართლა და გეტყვით რის გამო. სამყარო რომელიც დღესდღეობით თქვენ გარშემო ამდენად ხელმისაწვდომი ფერადოვანი და გადასარევი და რომელზეც მე ვგიჟდები და სადღაც ვშურს ხოლმე რომ აღარა ვარ იმას აქში როდესაც ეს სამყარო ახალ რაღაცებს მეტყვით ხო ასე შემდეგ მაგრამ ეს სამყარო თქვენ გეუბნებათ რომ ეს არის ეს ხოლო სამყარო რომელიც იყო ჩვენს ხელთ
ეს იყო სამყარო, რომელიც უბრალოდ იყო მინიშნებების დონეზე და ეს მინიშნებები იყო ძალიან პატარა ნივთი, რომელსაც ჰქონდა ერთი გარეკანი, მეორე გარეკანი და შუაში ფურცლი. ნახოთ გივი მარგველაშვილის მუცალე, მე წიგნის გმირი ვარ. ჩემი ცხოვრება იწყება იქ, სადაც წიგნი გადაშალე და დამთავრდება, როდესაც დახურავ. და სხვათა შორის შეგიძლია მაშინ მოვკლა, როდესაც გაგიხარდება, აიღებ დახურავ და მე აღარავ. მოვკვდი, თავგადასავალი დამთავრდა. რამდენიმე წლის წინათ ახალციხის უნივერსიტეტში ყოფნის ჟამს ერთ ჩემ კოლეგასთან ერთად ვიყავი, მოდი არ დავასახელებ, უბრალოდ შეგიძლიათ დამიჯეროთ, რომ ალბათ იცნობთ და გიყვართ. და იყო ერთი თქვენი თაობის არაჩვეულებრივი არსება, სრულიად არაჩვეულებრივი. ბრჭყვიალა ინტელექტის არსებები რო არის, ხო იცით, დიდი ნათელი თვალებით, ლამაზი, მხიარული და სხვა და სხვა და სუფრასთან ვისხედით და მან უთხრა ჩემ კოლეგას, რომელიც ასე ვთქვათ, მამაა დღესდღეობით თავის სფეროში, უთხრა რომ როგორ მიყვირსო, იცით, აი თქვენ რო გიყურებთო, თქვენ ხო არც ინტერნეტი ქონდათ, არც არაფერი, მაინც რამდენი იცითო. და ჩვენ გავჩუმდით საშინელი გაჩუმებით, იმიტომ რომ გამოუვიდა რატო იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი დაახლოებით ასეთი, რომ თქვენ ჩლუნგი თაობის ფონზე კიდევ რა გიჭირთ თუ რაღაცას დავსი, მაგრამ მეორეს მხრივ ვიცი რა იგულისხმობ. ის რასაც ახლა მოგიყვებით, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ და მშვიდად დაგუგლოთ, თუ არ დაგეზარებათ. ის რასაც გიყვებით, მე არ ამომიკითხავს საიტებზე და სტატიებში. ეს ყველაფერი იყო რაღაცა ხანგრძლივი ამბავი, რომელიც მოყვებოდა ჩემ ბიოგრაფიას სულ და ეს იყო ძალიან მაგარი, იმიტომ რომ მე არ მახსოვს სად წავიკითხე, მე არ მახსოვს სად მომიყვნენ, სად მოხდა. ის არის ისევე ჩემი ნაწილი და ჩემების, ასე ვთქვათ, ჩემთან ერთად ამ წიგნების მკითხველთა ცხოვრების ნაწილი, როგორი თქვენი ნაწილიც არა, შევაფრინდი ამ Facebook-ს, მაგრამ მეტი არაფერი მახსენდება. და ამ ისტორიებს ჩვენ ერთმანეთს ვუყვებოდით და ვუზიარებდით, იმიტომ რომ ისტორიები იყო ძალიან მაგარი და ყველაზე საინტერესო ის არის, რაც არ უნდა უჩვენოთ. ჩვენოთ ეს ისტორიები მოდიოდა საწყის იღებდა იმ წიგნებიდან, რომლებსაც დღესდღეობით ცოტათი ასეთი ხმით აუცილებლად წასაკითხს ვუწოდებთ. მოდით პატარა ამბავს გეტყვით რა. იყო და არა იყო რა, შორეულ ბრიტანეთის კუნძულებზე ცხოვრობდა, უბრალოდ დიდ ბრიტანეთში, რაც ვაგრძელებ. ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ძალიან მაგარი ბიჭი იყო და იყო გადაზარების სახლის შვილი, ანუ ყავდა დედა, მამა, ცხოვრება მშვენიერია, სახლი ესეთია. წელში გამართული ოჯახია, მას ნათელი მომავალი ელის, ყველაფერი ძალიან კარგადაა. უბრალოდ პატარა ბიჭმა, ამ ძალიან პატარა ბიჭმა, რამდენი იქნებოდა მაშინ ალბათ 10-11-ის, სავარაუდოდ. გადაწყვიტა, რომ უნდა რომ გახდეს იუნგა გემზე და გახდეს ზღვაოსანი. ეს ძალიან რომანტიკულია და ძალიან მაგარია. ალბათ ყველა გოგო გულის სიღრმეში ოცნებობს, რომ მე ზღვაურს გავყავს ცოლად, ნახევარი წელი სახლში არ იქნება და ნერვებს არ აუშლის, ხო ვთქვათ, მაგრამ მეორეა რომ მაგარი რომანტიკაა და რომანტიკის გარდა თავად წარმოიდგინეთ როგორი შესანიშნავია მე ზღვაურობა, ზღვაოსნობა, განსაკუთრებით მაშინ იმ ბნელ დროს, როდესაც ადამიანებს ინტერნეტი არ ჰქონდათ. არ სისინებ, მართლა ვამბობ, სხვა ამბავი იყო, ხო? და პატარა ბიჭს ეს ამბავი ძალიან უნდა, ძალიან უნდა. მან იცის, რომ მაშინ როდესაც გადიხარ ჰორიზონტის სხვანაირია, მას ძალიან უნდა რომ ნახოს წმინდა ელმას ცეცხლი, მე წმინდა. ოღონდ ვერ ვნახავ, ვერასოდეს ვიცი. ნუ შეიძლება National Geographic-ში ვნახო, მაგრამ მე მინდა live-ში ვნახო და მინდა რომ შემეშინდეს ამ წმინდა ელმას ცეცხლის, ახლა ჩემი ნება ბატონო, მინდა. სამწუხარო ის არის, რომ წმინდა ელმას ცეცხლი რო ვიცოდე, რომ სადღაც არის, აუცილებლად წავიდოდი და ვნახავდი, მაგრამ ესე გამოძახებით ხო არ არის ბოლოს და ბოლოს. ბევრი რო არ გავაგზავნოთ, პატარა ბიჭმა ოჯახს უთხრა, რომ უნდა იუნგობა და ოჯახმა რასაკვირველია უთხრა, რომ მე დაიშენ სისულელეებს არ ლაპარაკობდეო. დაახლოებით ასეთი ამბავი. პატარა ბიჭმა უთხრა, რომ უნდა იუნგობა. იმათ უთხრეს, რომ პატარა ბიჭებს ზოგადად ძალიან ბევრი რამე უნდათ ალბათ შემჩნეული გექნებოდა და დაანებეს თავი, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ილაპარაკოს ბავშვმა. რამდენი რამე გინდოდათ ბავშვობაში, არ გინდოდათ მეხანძრეობა, საკონდიტროს გამყიდლობა, ნაყინის დამტარებლობა, ყველაფერი მინდოდა, ხო და დედა გეუბნებოდა კი როგორ არა აუცილებლად შუების მცხობელი გამოხდა. პატარა ბიჭი აღმოჩნდა მაგალითად ჩემგან განსხვავებით არ იყო ჯაბანი, ის სახლიდან გაიქცა, იმიტომ რომ მას უნდოდა იუნგობა. და მან დანამდვილებით უნდა იცოდა სად უნდა ჩასულიყო, ის უნდა ჩასულიყო ბრისტოლში. და იქ იქნებოდა დენთის სუნი, და იქნებოდა წყალმცენარეების და გამხმარი თევზის სუნი. და იქ თავზე ხელაღებული ბიჭები ივლიდან, მეკობრეები, დიახ ბატონო. და იქ იქნებოდა ვიღაცა ქალები, რომლებიც ნუგეშს ცემენ დიდი ხნის განმავლობაში ზღვაოსნობაში მყოფ მამაკაცებს. დიდი უცნაური ადგილი იქნებოდა ეს ბრისტოლი და მართლაც ასე აღმოჩნდა. და როდესაც ქუჩაში მოდიოდა, მან დაინახა სწორედ ის, რასაც ოცნებობდა. დაინახა, რომ ნაპირთან ირწება უამრავი გემი და მათ აქვს ზოგს დაშვებული აქ აფრები, ზოგს ახსნილი და ვიღაცები კაცრებს მიაგორებენ და ხმაურია და ჩხუბია და ბილს იტოვებენ, ცუდ სიტყვებსაც ამბობენ, ეგრე კი არა.
და ჩვენი ბიჭი საკვირაოს და სამოში გამოწყობილი როგორც სასაცილოა საუკუნეების წინანდელ ბიჭზე ძალიან ხშირად როცა ამას წარმოვიდგენ ხოლმე ვფიქრობ რომ აი მე შენ განაცვალე სულა მოშტაკის იფერეში აი ეს პატარა ბიჭი მიდის და რა თქმა უნდა ცოტა ეცინება ჯაბოიანი არსება რომ მიწანწალებს ბრისტოლის ქუჩაში სანაპიროს და ბოლოს მან დაინახა ერთი ფუნდუკი რომელიც იცით როგორ დუქანი იყო უცნაური ფუნდუკიც არ იყო დუქანს ჰქონდა იქიდან და აქედან გზა ჩადიოდა და ორივე მხარეს იყო ღია კარი შიგნით იყო სქელფენად დაყრილი ქვიშა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეხლა ნაგავი რამენაერად ხომ და გაიტანო ქვიშას გაგვიმე და იქით აქედან ღია კარი კარგია ორ პირს აწყობს იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩერება შეუძლებელი იყო იქ ეწეოდნენ ძალიან მაგარ თამბაქოს იქ სვამდნენ რომს როგორც წესი და რიგია ეგ საერთოდ უცნაური რაღაცები ტრიალებდა და ბიჭი მიხვდა რომ ეს დუქანი ეგ ადგილი საიდან უნდა დაიწყოს მისი მოგზაურობა ის შევიდა და თქვა რომ იუნგობა უნდა და ეძებს თავზე ხელაღებულ ბიჭებს თავზე ხელაღებულმა ბიჭებმა შეხედეს ასე ვთქვათ ფუნთუშებზე გაზრდილ პატარა ბიჭს და უთხრეს რომ კაი ერთი კაცო იუნგობა ხო არ გინდაო სიცილი დააყარეს დასცინეს ძალიან ბიჭს ეწყიდა და ბიჭმა თქვა რომ იცით რა არისო მე მართლა სერიოზულ მამაკაცებთან მჭირდება შეხვედრა. იმათ უთხრეს რომ ახლა დახუჭავენ თვალებს, დაითვლიან ათამდე და რომ გაახელენ ბიჭი იქ არ უნდა იყოს. და ბიჭი წამოვიდა, ხრებაწული. უბრალოდ მე რაღაცა ქნა. და რაღაცა რო ქნა, მიბრუნდა ამავე დუქანში და უთხრა დუქნის მფლობელს. რომელსაც მოდით არ აღგიწერთ, იმიტომ რომ მე მიხვდებით ვისეც ალაბარაკი. უთხრა რომ ისაო ბიჭო, მართლა მჭირდებაო სერიოზული ბიჭებიო და აგიხსნი რის გამოო რა. Mama ჩემს რუკა მოვპარეო. ეს უსმენს. Mama ჩემს მოვპარეო რუკაო და უბრალოდ რუკა კი არ არის. განძის კუნძულის რუკაო და იქ სად არისო განძი დაფლულია, ესეც არის ამ რუკაზე. კაც მოთხრა კარგიო, მე შეგახვედრებო თავზე ხელარებულ ბიჭებს. და ღამით იყო დიდი შეხვედრა. და პატარა ბიჭი ეცადეთ წარმოვიდგინოთ სცენა, ეს გაშლილ მაგიდასთან, მართლა შემზარავი კაცები დგან. მეკობრე ხალხი. და უყურებენ რუკას. და პატარა ბიჭი აჩვენებს ამ რუკაზე გზედებს და განედებს და ისინი ეუბნებიან რომ პატარა ბიჭო რამენაერად რუკის კითხვა შენზე უკეთ ვიცით და ძალიან ხო თავი შეიკავე რა პატარა ბიჭი და პატარა ბიჭი უკვე ამაყია იმიტომ რომ პატარა ბიჭი ამ კაცებთან ერთადაა და ჩვენი ბიჭია და მათ უთხრეს რომ ხვალ უკვე დაიწყებენ ჯგუფის შეკვრას ხვალიდან უკვე დაიწყებენ ძებნას გემისა იქნება ეს ყველაზე მაგარი ხომალდი წარმოუდგენელი ხომალდი იქნება ბიჭო ხო ხვდები რომ ასე იქნება ბიჭი ეუბნება კი აბარა და ბიჭი საშინლად უხარია რომ უკვე იუნგა კი არ იქნება არა იქნება ეკიპაჟის სრულფასოვანი წევრი და რა მაგარია და რა თქმა უნდა როგორც წესი და რიგია ზღვაოსნებმა ხო ამით უნდა აღნიშნონ თავიანთი პირველი გაცნობა პატარა ბიჭს გამოიცანეთ რა დაატაკეს რა თქმა უნდა რომი და პატარა ბიჭმაც დაარტყა რომი და გაეღვიძა მეორე დილით გაეღვიძა მეორე დილით დუქანში ქვიშაში ეძინა ლამაზად მაგრამ ყველაზე კარგი იცით რა მოხდა თავზე ხელაღებული ბიჭები აღარებდნენ, ოღონდ მათთან ერთად გამქრალი იყო რუკა და ერთი ალქნიანი დიდი თეთრი ალქნებით გემი გავიდა იმ დღეს პორტიდან. ეს რუკა არავისთვის არ მოუპარავს. მამას რუკა არ ქონია. ეს რუკა და ის კუნძული არარსებულ განედის, უბრალოდ არსებულ გზეთსა და არსებულ განედზე არარსებული კუნძული დახატა ერთმა მაგარმა ბიჭმა და იქ დიდი ამბებიც დაატანა. და იქ ანუ ახერხა და გააბითურა ბრისტოლელი მეგობრები, იმიტომ რომ ასე არის, როდესაც პატარა ბიჭს აწყენებ, აი ესეთი რაღაცა მოგივა. ეს პატარა ბიჭი იყო არც მეტი არც ნაკლები განძის კუნძულის ავტორი სტივენსონი. აი ესეთი ბიჭი იყო. ეს ფუნდუკიც და ამას ჩვენ ვისმენთ. და მე დიდხანს ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რა მნიშვნელობა აქვს მარადისობასთან მიმართებაში ადამიანს განძის კუნძული წაკითხული აქვს თუ არა. გარწმუნებთ თუ არანაირი. მარადისობასთან შედარებით არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა დედამიწა მრგვალი იქნება თუ ოდნავ ბრტყელი. მარადისობასთან მიმართებაში არაფერს არ ჭირს. არც ერთ წიგნთან ან არც ერთ ავტორთან არასოდეს არ გექნებათ საბედისწერო კავშირი. სრულიად არანაირი, აი რა არო. იცით რამდენი ადამიანი არსებობს დედამიწის ზურგზე, რომელმაც არ იცის რომ არსებობს საქართველო. და შეიძლება დიდი ეჭვია რომ შეიძლება იყვნენ ჩემზე მდიდრები, წარმატებულები, ბედნიერები, ლამაზები და სხვა და სხვა. მე არაფერი. სინამდვილეში ალბათ ყველაფერი არის მოზაიკასავით, ხო? გადასარავი დიდი მოზაიკა, რომელსაც რაღაცას თუ ამოაზრობ, არც არაფერი დაშავდება. იცით რა ცუდად ვიცი ცენტრალური აფრიკის გეოგრაფია, ვერც კი წარმოიდგენ. არ ვიცი რომელი სახელმწიფო რომელს ესაზღვრება. ამიტომ ჩემი მოზაიკა ცოტათი უფრო ფერმკრთალია, იმიტომ რომ მე არ ვიცი ცენტრალურ აფრიკაში იქ როგორი სიგიჟეები ხდება.
და სადღაც რო შავი ლომი დგას და კუც რო ირტყამს ფერდებზე, ცოტათი გაჯავრებულია, მაგრამ შეიძლება ეგ ლომები არ არიან, მე არ ვიცი. ამიტომ ჩემი მოზაიკაც უფრო ფერმკრთალია, ვიდრე მაგალითად, არ ვიცი, ისი ვთქვა. ვინმესი, ვინც ამაში უკეთ ერგო. და ალბათ საბოლოო ანგარიში გამოდის, რომ არის რაღაცა ამ მოზაიკის სულპაწაწინა შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ქვია ლიტერატურა. და ეს ლიტერატურა ალბათ იძლევა ერთადერთ რამეს. არანაირად განათლებას ჩემო ძვირფასებო არ შეგმატებთ არასოდეს მხატვრული ლიტერატურის კითხვა. თქვენ სპეციალობაზე ეს არ მოახდენს არანაირ გავლენას, თქვენ იცით და მეც უკეთესი ფიზიკოსი იმის გამო, რომ ბალზაკი გაქვთ საკითხული, ნამდვილად არ ექნებით. და ამასთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ მაგალითს მოვიტან. მოდით იმ წერალს არ დავასახელებ, იმიტომ რომ მე ამის გაბაზრება გამომივიდა. ერთი ჩემი ძალიან საყვარელი მწერლის ვაჟი ჩამოვიდა ქალაქ თბილისში, როდესაც ვეღავი თქვენ ხელა. და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კავშირი მამამისთან არ ჰქონდა, მამა დიდი ხნის მკვდარი იყო და მკვდარი კლასიკოსია, ასე ვთქვათ, მაინც წარმოიდგინეთ, მისი ვაჟი ჩემთვის რაღაცას ნიშნავდა და ავებანა ჩემ პროფესორს, რომელიც მისი გამცილებელი იყო. ამ კაცს ყავდა იმით უთქმელად დაუტანელი ცოლი, ეს ქალი არის ლეგენდარული როკაპი, მე მსგავს საზიზღრობას არ ვიცნობდი. მას ვწუვდით, ჩვენც გვწუვდა. და იცით რა, დიდი ჩაწყობით ანაცნობებში სიარული და სხვადასხვა, ჩვენ მოვხდით დავით კაკაბაძის ოჯახის სახლში. და მაშინ პირველად ვაგლახავთ ღვთისა უკანასკნელად, მე ეს განძი ვნახე ისე, რომ შემეძლო ხელიც მომეკიდებინა, წარმოგიდგენიათ. დავით კაკაბაძე, მე ვკობნესოდი, ამხელა თბილისელი ქალი და რაც შეეხება ჩემი საყვარელი მწერლის ვარს, მას საერთოდ არ დასამართნი დაემართა, კაცი დავკარგეთ ფაქტიურად, შეყვარებული იყო. როდესაც გამოვდიოდით, ცოლმა როგორც როკაპების წესია, დაიწყო მისი ბურღვა და უთხრა, რომ დავით კაკაბაძე არა ის კიდე, ფერწერა არა ის კიდე, აქ რა გვინდოდა, წყალის ველია, ჰაერი, შეიძლება ჩაის უთქო, თბილისი ქალაქია, ფუმე ზიზღება ეს ქალი რას ნუ აი ნე, ხო იცით ეს კატეგორია ჭიში ქალებისა, რომელიც არასოდეს ამთავრებს და ბოლოს უთხრა, რომ რა იყო, ეხლა აქ რო იყავი, უფრო ჭკვიანი გახდიო? და მან უთხრა, რომ არა, უბრალოდ უფრო ბედნიერი. ეს არის და ეს. არც ერთი წიგნის წაკითხვით უფრო ჭკვიანი არ გახდებით. ამას აქვე პირობას გაძლევთ. უბრალოდ თითო კარგი წიგნი, რომელიც თქვენ შეგხვდებათ, გახდით უფრო ბედნიერს. და არის რაღაც წიგნები, რომლებსაც თუ კი წაიკითხავთ და უწოდებთ მას, ასე ვთქვათ, ამ ბოროტ სახელს აუცილებლად წასაკითხავთ წიგნებს, ისინი უკვე თაობების მიერ გამოცდილი ერთგვარი ბედნიერების საწინდარი. როგორ გითხრათ, პატარა მაგალითს მოვიტან კვლავ. კვლავ სელინჯერს დავუბრუნდებ. იცით, როდის დავიკითხე სელინჯერი სკოლამდე? ეს წიგნი კარგად მახსოვს. როგორ გამოიყო, ყველა ილუსტრაცია მახსოვს. აქ იშვიათი მარცხია ჩემ ცხოვრებაში, ის წიგნი აღარ მაქვს. ვიღაცამ წაიღო და არ დამიბრუნა, მე ის დავწყევლე. და ეს ჩემი შესანიშნავი წიგნი კიდევ კარგი, მაგრამ განძის კუნძული პირველი ქართულად წავიკითხე მაშინ, არის ჩემთვის მარადიული ამბავი, სულ მახსოვს. პეპი გრძელიწინდა ვის გაქვთ წაკითხული აუდიტორიაში? პეპიც მღერის სიმღერას გახსოვთ, როდესაც ისინი იპარებიან და მეკობრები უნდა გახდნენ. ეს სიმღერა სინამდვილეში განძის კუნძულიდანა, მკვდრის კიბს 15 კაციღა შერჩა, იოჰოჰო და ბოთლი რომი. გამყრელიძის თარგმანი, გამყრელიძემდე მივა. და იცით რა, ვიცი დანამდვილებით, რომ უამრავი სხვა თარგმანი არსებობს სხვა ენაზე და სხვა და სხვა. ვიცი, რომ ორიგინალში ყველაფერი ჯობია ალბათ დედამიწის სულზე. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ეს სიმღერა იოჰოჰო და ბოთლი რომი არის სიმღერების სიმღერა. და სულ მუდამ მაინტერესებდა რა ხდება, რა ამბავია. ცუდია რა, მკვდრის კიბს 15. აი დიდი ამბავი. და ამბავი ყოფილა თავს არ დამცემ, მეგონთ ამბავი ყოფილა მართალი. და ამბავი მიამბო ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, რომლის მოთხრობიდან ციტატითაც დავიწყე ეს ამბავი, არჩილ ქიქოძემ. და მან მიამბო, რომ იყო და არა იყო, რა იყო ასეთი საზღარი კუნძული, რომელსაც მკვდრის კიბრი ერქვა. ამ კუნძულს რა სჭირდა, იცით, საზღარი შუა ზღვაში იყო და იქ არ იყო წყალი, არც ერთი წვეთი. და აღარ მახსოვს, რომ მამა მეკობრა, მე მგონი დრეიკმა მრცხვენია, რომ მამების სახელი არ მახსოვს, მაგრამ თუ რა ვქნა. ერთხელ თავისი ეკიპაჟის 15 წევრი გადაწყვეტა, რომ უნდა დაესაჯა სიკვდილით და მათი სიკვდილი იყო ყველაზე შემზარავი, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ. მან ეს 15 ადამიანი გადასვა მკვდრის კიბზე, ანუ მოუსვლელში და წყლის მაგივრად დაუტოვა 2-5 რომი. ერთი წამით წარმოიდგინეთ, როგორი ამბავი მოხდა სადღაც მკვდრის კიბზე, როდესაც 15 მამაკაცი შეღაღადებდა, რომ არ წახვიდე, ამას ნუიზამ და როგორ დათვრებოდნენ იმავე ღამით რომით და როგორი ჯოჯოხეთი იქნებოდა. და ეს სიმღერა აღმოჩნდა მეგობრების დიდი გამოსათხოვარია.
ეს არის მკვდრის კივრის, ასე ვთქვათ, მარადიუსობაში გადასული ძეგლი, დიდი სისასტიკის, დიდი სასჯელის და თან ისტორიისა, რომელიც ისტორია, იმ 15 ბიჭის სახელი ჩვენ არ ვიცით. მაგრამ დარჩა სიმღერა, რომელსაც რასასაცილოა იცით, ალბათ დედამიწაზე ყველგან პატარა გოგოები და ბიჭები მუდამ იმეორებენ, იმიტომ რომ პეპიც ბღერის. იმიტომ რომ ეს ამბავი არის განძის კუნძულში. და შემდგომ უკვე როდესაც ძალიან დიდი გოგო ვიყავი და თავს შემიძლია უფლება მუთხრა მივცე იმისა, რომ თამამად მოუყვა ჩემ თავგადასავლებს. გავიცანი ერთი კაცი. ეს ძალიან კარგი კაცი იყო, დიახ ბატონო. და რაღაცას ვლაპარაკობდით თემაზე ტატუ. რა ვიცი, ალბათ გახსოვთ ტომ სოიერშია ყველა ნორმალური ბიჭის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც ის ოცნებობს განძის პოვნაზე. და მე ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება წამი, ცდუნება, როდესაც ის ფიქრობს, რომ გაიკეთებს დიდ სვირინგს. ხან გაბრაზებულ გულზე ფიქრობს, ხან იმიტომ რომ გონია რომ მოუხდება, ხან იმიტომ რომ მიაჩნია რომ ისედაც მაიმუნს გავს და ახლა ბარემ სვირინგიც იყოს რაღაც წავა, ხან იმისთვის რომ მამას აუშალოს ნერვები, ხან იმისთვის რომ იყოს cool, სისულელი. ერთხელ მაინც, მაგრამ ეს საინტერესო რამ არის, იცით რომ ახლა ქალს ეს სვირინგი მინდა, აგერ უკვე რამდენი წელია ვერც კი გეტყვით. ვერაუკას მომეთხრა გაიგეთიოდო, მაგრამ რაღაცნაირი ტექსტია გესმის სინამდვილეში. ახალი გაცნობილი მყავს კაცი და ძალიან ვეპრანჭები, დიახ ბატონო. და ვიცი რომ ისიც მეპრანჭები ახლა ესეც ვიცი. ანუ ამ სვირინგის თემაზე წავიდა და აღმოჩნდა რა იცით რა მინდოდა, ვისაც განძის კუნძული წაკითხული გაქვთ, ნამდვილად მიხვდებოდით რაც მინდოდა. აი მინდოდა რომ ხოლმე და წარწერა, ნატურამ წახდენია ბილი ბონს. ძალიან მშვიდობიანად. ოღონდ ბილი ბონს კიდე ორი რამ აქვს იმ კლავზე, იმ მოხერ მკლავზე. სახრჩობელაზე კაცი კიდია და ქვემოთ ზურგის ქარიც აწერია. და რაღაცნაირად არ გამოდის, ახლა ხო უნივერსიტეტის პროფესორი სახრჩობელზე კაცი კიდია, ქვემოთ ზურგის ქარი არ გამოდის. და აღმოჩნდა რომ კაცი, რომელსაც ვესაუბრები და გამწარებით ვეპრანჭები, ზურგის ქარია კაცო, ეგრე კი არ არის ახლა. და ძალიან მაგარია, როცა აღმოაჩენ რომ ოდესღაც დიდი უხსოვარ დროს, როდესაც ერთმანეთს ჯერ კიდე არ იცნობდით, თურმე გოგოებო და ბიჭებო, ყველანი ვკითხულობდით ერთსა და იმავე ამბავს. და ყველანი ვფიქრობდით, რომ ახ ჩემი როგორი მაგარი ამბავია, როდესაც გაქვს რუკა და ამ რუკით წახვალ შორს და იქ კომპასის მაგივრად ვიღაცაა გაწოლილი და ბენგანი მღერის. ვის ეშინია ბენგანის, არც ცოცხალის, არც მკვდრისა, ბენგანის არავის ეშინია. უბრალოდ მე ნიძლავები მაქვს მოგებული. იცით რა იყო კაპიტან ფლინტის ბოლო სიტყვები? თუ რომელიმე ჩემი სტუდენტი იყვის აქვე ქრთამის სახით 5 ქულას ვაძლევ ბონუსად? დერბი მაგრო, რომი მომიტა დერბი. და იცით რა არის ყველაზე მაგარი? ეს იმიტომ კი არ არიცით, რომ ბოროტები ხართ, ან არ დაინტერესებულ ხართ, ან რამე სხვა. იმიტომ რომ აუცილებლად წასაკითხავი წიგნი, მართლა აუცილებლად წასაკითხავი წიგნია. განძის კუნძული თქვენი მხედველობის არიდან გასხდა. აუცილებელი რამ თქვენი თაობისთვის გახდა სულ სხვა რამ. იცით თქვენ შეიძლება ვინმე სერიოზულად გითხრათ, რომ ნაწარმოები, რომელშიც არ არის ორი მდედრობითი სქესის პროტაგონისტის დამოუკიდებელი კონვერსაცია, ხო კარგი ფრაზა ვთქვი. მეც მომწონს. ძალიან ეს ნაწარმოები შეიძლება შვიდად უწოდოთ მის ავტორს სექსისტი. მე მინდა გითხრათ, რომ განძის კუნძული საშინელად სექსისტური ნაწარმოებია, იმიტომ რომ სულ ორი ქალია შიგნით. ერთი არის დედა, რომელიც სულელია და ერთი არის ფლადუარეს გეტყვით, აბსოლუტურად არაპოლიტკორექტულ ამბავს. ესე იგი, მთავარ გმირს, ჩემს საყვარელ სილვერს, სადღაც ერთი შავი დედაკაცი ყავს, რომელიც მას ელოდება. შავი წერია, აფროამერიკელი კი არ წერია. მეცაც გეტყვით, საშინელი სიტყვა წერია, ზანგი. ოღონდ ის ქალი შავი დედაკაცია, ზანგი ქალია, რომელიც სადღაც ელოდება. არც მეტი არც ნაკლები კაპიტან სილვერს, ჯონ სილვერს, რომელსაც მხარზე აზის თუთიყურში და ძალიან ბოროტი თუთიყურშია. უი რა ბოროტი. რვიანები იტყვის ხო. პასუხად კითხვაზე რომ რატო იმეორებს ეს თუთიყურში სულ ფულის სახელს, რა უბედურებაა ეს პიასტრები. აღმოჩნდა რომ როდესაც რომელიღაცა გემი ესპანეთისა აბორტაჟზე აიყვანეს ყოფაუტირეს, ესე იგი ფიცარზე გაატარეს მთელი ეკიპაჟი, აიყვანეს მხოლოდ ქალები და ამბობენ რომ ზარეული, რომელიც მაგარი მზარეული იყო და მთლად სასიკვდილოდ ვერ დაწირეს, მაშინ გახსნეს ტრიუმფები და იქიდან ამოიტანეს წარმოუდგენელი რაოდენობით ოქროს ფული. და ამ ოქროს ფულის დათვლას და გადანაწილებას ესწრებოდა ჩვენი გადასარევი თუთიყურში, კაპიტანი ფლინტი, რომელიც იქვე ბოროტად იჯდა და დაიმახსოვრა რომელ ფულს რა ერქვა. და როდესაც დიდად აღეგზნებოდა ხოლმე, აუცილებლად დასწახებდა. პიასტრები. დიახ ბატონო. და რაც შეეხება ნატურამ წახდენია ბილი ბონს, როდესაც ლაპარაკი იმაყო იმაზე, როგორ სტატუს გავუკეთებდი, მითხეს რომ რა თქმა უნდა ორიგინალი თუნდა იყოს, ხო? ბილი ბონს his fancy.
მე ეს არ მომეწონა. ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ნათქვამს ახდენია ბილი ბონს. და როდესაც ეს ერთხელ ვთქვი, ჩემი ძვირფასი მეგობარი, რომლის შესახებაც ეს არ ვიცოდი. არაჩვეულებრივი ძველი მეგობარი, ქალბატონი ნინო ლეჟა. უცებ წამოწვიწყდა და მითხრა, რომ დიახაც, აბა რა. იმიტომ რომ ქართული თარგმანი ყველაზე მაგარია. და მე გამიხარდა, მე მეგონა რომ უბრალოდ თანამოაზრე ვიყო. არა, უბრალოდ თარგმნელი მისი ბაბუა აღმოჩნდა. და მე ვიფიქრე, როგორ ამაყობს ალბათ ნინო, რომ მთელი თაობა ქართულენოვანი მკითხველისა ციტატებით ლაპარაკობს წიგნიდან, რომელიც ერთხელ ძალიან მაგარმა ბიჭმა დაწერა პატარა ბიჭობაში, რომ მეკობრეები ყავს გაბითურებული. და მე გადათარგმნა ერთმა ძალიან კარგმა კაცმა გვარად გამყრელიძემ. და ისე გადათარგმნა, რომ დღეს, როდესაც ამ ლექციისათვის ვემზადებოდი, ვიფიქრე აუცილებლად წასაკითხის წიგნები, რითი დავიწყო. აბოლიციონისტური ლიტერატურით არა საჭირო, წიგნების სიყვარულზე ისედაც ყველამ ვიცით. და სხვა და სხვა. და მე ვიფიქრე, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა თუ კი გიამბობდით ერთი წიგნის შესახებ, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ არ ვიცი. მე არ გავხდარ ვარ ამის გამო უფრო განათლებული, უფრო ჭკვიანი, უფრო ლამაზი, მაგრამ მინდა გითხრათ ნამდვილად, მე ამის გამო რომ წავიკითხე განძის კუნძული ვარ ბევრად უფრო ბედნიერი და როგორც ჩემ თავს ვუსურვებდი, ასევე გისურვებ თქვენ ნათქვამს ახდენოდეს ბილი ბონს. და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნებისმიერი კითხვა, კომენტარი შენიშნა, ბოროტი კითხვები, საზღარი კომენტარები, სულელური კითხვები, რაც გაგიხარდება თქვენ განკარგულებაში ვარ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და კითხვები თუ გვაქვს, თუ პირველი კითხვა დავსვა მე ან ნატალო მე თქვა, ხან მოგიდეთ კითხვების დასმა. არ გვაქვს კითხვები? პრინციპში, რაზეც ჩვენ საუბრობთ ლექციამდე, აუცილებლად წასაკითხ წიგნებზე, ეს იყო ის, რომ აი მოზაიკაში რაც თქვენ ახსენეთ, აუცილებელი არ არის, რომ ერთი ფერის მოზაიკა, ერთი ფერი ჭარბდეს. არ არის აუცილებელი, რომ იმისთვის, რომ ეს მოზაიკა შედგეს, მაინდა-მაინც ერთნაირი ფორმის პაზლი უნდა იყოს წიგნი. ალბათ აი ეს აუცილებლად საკითხავი წიგნი გამომდინარეობს იქიდან ზუსტად რა გაბედნიერებს. თუ კი შენ გაბედნიერებს განძის კუნძული, შენთვის აუცილებლად წასაკითხი წიგნი აღმოჩნდება განძის კუნძული. მაგრამ შესაძლებელია, მე მაგალითად განძის კუნძული წაკითხული არ მაქვს. თქვენ წინ გაქვს დიდი სიხარულე. მაგრამ თქვენ ხო არ წაგიკითხავთ განძის კუნძული, ამიტომ არ იცით, გიყვართ თუ არა. შესაძლებელია მომეწყოს, უბრალოდ აი როცა ჩავივლი აი ამ წიგნებთან, რაღაცები მეძახის ხოლმე. ხო, ეს თვისობრივად ვამბავი. ჩემი კითხვა არის ასეთი. აი ამ იმისთვის რომ აი ეს ჩემი მოზაიკა აწყო, ალბათ თავიდან გჭირდება მიმართულებები. ვიღაც გჭირდება, ვინც გეტყვის საიდანაც მე გადაწყვეტ რა მოგწონს, რა არ მოგწონს და საბოლოოდ რა რჩება წიგნებისგან. საკითხული წიგნებისგან რა რჩება და მაშინ მოდით შეკითხვით გიპასუხებდით და ბოლო კითხვიდან დაიწყო. არაფერი არ რჩება წაკითხული წიგნებისგან, ისევე როგორც ადამიანისგან არ რჩება არაფერი. არ რჩება. მე ემოციები რჩება. არა, რის თქმა მინდა, იცით, ემოცია არაფერს თითქოს არ წყვეტს, ხო ხვდებით? ანუ ეს არ არის ემოცია, ეს არის ადამიანის ფორმულირება, ჩემი ღრმა რწმენი. ხდება იცით რით? იმის გამო რომ დღეს აქ ვიყავი და რამდენიმე ახალი სახეც დავიდახე და ძველ სახეებს შევეყარე და სხვა და სხვა, მე თქვენ გარწმუნებთ რომ რაღაცა ჩემში შეიცვალა. უკეთესობისკენ უარეთ ძალიან პატარა გლობალური ცვლილება არ გამოიწვია. მე აქედან არ წავალ ფეხით თეკლათის დედათა მონასტერში, ხო ხვდებით? არ რაღაცა ესეთი გლობალური არ მოხდება ჩემ თავს, იმის გამო რომ ვიღაც, მაგრამ ეს ხო ყველაფერი ცვლის. დღევანდელი საღამო აქ ყოფილიყავ, სახლში ყოფილიყავ, სხვა ამბავი იქნებოდა სხვა და სხვა. თითეული წიგნი, რაც თქვენ ბრძანეთ, მე ვარ დარწმუნებული, რომ ემოციის დონეზე კი რაღაცას ცვლის და უბრალოდ შეიძლება ისევ თქვენი თქმის არ იყოს, რაღაცა არ მოგწონდეს, ჩემზე ამან შთაბეჭდილება არ მოახდინოს. მაგრამ შეიძლება შთაბეჭდილების გარდა მოახერხოს ის, რომ სულ სხვანაირად წავიდეს ჩემი ბიოგრაფია. იცით, ალბათ პატარა სტივენსონს რო არ წაეკითხა თავის ბავშვობაში წიგნები მეკობრეებზე, მას თავში აზრად არ მოუვიდოდა, რომ გაეკეთებინა ფეიკი რუკა და ეძველებინა. რა გათახსირებული ბავშვი იყო, წარმოგიდგენიათ, პატარა საძაგელი ვითომ წესიერი ბავშვი. და სხვა ყოველი წიგნი ალბათ ემოციის გარდა უბრალოდ ალბათ უფრო ბედნიერები და მდიდრები ხდებით. მე ასე მგონია. ამიტომ ყველაზე სრულყოფილი კითხვა რას გვასწავლის ეს წიგნი?
ხო. იმიტომ რომ კონკრეტულად ვერასდროს ვერ ესწავლა ამ წიგნი დახურე. იცით როგორი რამ არის? მე ვფიქრობ, რომ სწორედ ცოტა ხნის წინათ იყო რაღაცა დისკუსია, რომელშიც უცბად რო გითხრათ არ ჩავერთე, იმიტომ რომ არის დისკუსიები, სადაც ვიცი რომ შეიძლება ჭკუიდან გადავდგე და ადამიანს ვეტაკო. ცოტა ცუდია. ეს იყო დისკუსია თემაზე, უცბად რო თქვა აბსოლუტურად უინტერესოა ჩემში ვირჯინიაში და ჩემთვის ვირჯინიის შტატში სკოლაში რას ასწავლიან. არანაირად აი მარადისობას არ ეხება ასე ვთქვა ჩემთვის, მაგრამ საინტერესო ტექსტი იყო რომ აღმოჩნდა რომ სკოლაში 37% ბავშვებისა არის ფერადკანიანი მშობლების შვილი და ამიტომ უნდა მოეღოთ სასწავლო პროგრამიდან ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი და ნუ მოკლავ ჯაფარის. ერთი ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს ამერიკული ლიტერატურა საერთოდ სხვა ისწავლებოდა იქ თუ არა, იმიტომ რომ ამერიკული ლიტერატურას მაშინ უნდა ამოვაკლოთ მშვიდობიანად, აი დიდი ნაწარმოები, როგორც არის ხარწაღებულნი. ამოვეყოთ. ხვაური და მძვინვარება, რა თქვინდა? საერთოდ ეს მარკ ტვენია, რაშა. მძვინვარება არა, მაგრამ ელექტროენერგია. და სხვა. და მეორეა უცებ აბსოლუტურად გაუგებარი აღმოჩნდება, არის წიგნები, რომლებიც ნამდვილად გვასწავლის ჩემო კანკო. მაგალითად, რო არ წამეკითხა პატარას, ისევ და ისევ, ვიცი რომ თაობაში ხლეჩა. მე არასოდეს არავინ არ მეუბნეოდა, რომ ფერადკანიანი ადამიანის წვენება არის ცუდი, იმიტომ რომ ეს იმ თავითვე ცუდი იყო, აბა კაი რატო უნდა იყოს? და ის რაც დაიბადა შემდგომში, ასე ვთქვათ, ეს საბჭოთა ინტერნაციონალიზმის ფონზე ბრჭყალებში ვიყოთ, მე არ მეხებოდა. ამის სწავლება მე არ მჭირდებოდა. ჩვეულებრივად, მაგრამ მეორე ამბავია, რომ ჩვენ აუცილებელი წასაკითხი გქონდა და კითხეთ, დედებს კითხეთ. ყოველი თქვენგანის დედას ან ვინმეს მაინც აუცილებლად აქვს წაკითხული ბიძია თომას ქოხი, რომელიც იყო სავალდებულო საკითხავის დონეზე, ყველა სახლში იყო. და ბიძია თომას ქოხში, ვისაც ევას სიკვდილის გამო არ უქვითინია, აი აგერ თქვენ ნახავთ, ქალიან კაციან იყო ქვითი. უბრალოდ ადამიანი, რომელიც წაიკითხავს ბიძია თომას ქოხს, იმ ასაკში, რა ასაკშიც უნდა წაიკითხოს, არასოდეს არ ეცდება სხვა რასის ადამიანის წვენა. თავში აზრად არ მოუღო. იმიტომ რომ მან ზუსტად იცის რა ჯოჯოხეთია. ის ადამიანი, რომელსაც წაკითხული აქვს ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი, არა როგორც არ ვიცი, სათავგადასავლო ლიტერატურა, არამედ როგორც დიდი ჰიმნი ერთი დიდი მდინარის და გარდა ამისა თუ კი აბოლიციონიზმზე ლაპარაკი, საერთოდ შეიძლება ეს ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი და როგორც საწყალობელია პატარა შავკანიანი ბალღი, რომელსაც არ ეცოდინება ისტორია თავისი ხალხისა და არ ეცოდინება როგორი მაგარი წინაპრები ყავდა, როგორი საოცრებები გამოიარეს ამ ადამიანებმა სანამ ჩამოვიდოდნენ ამერიკის კონტინენტზე, როგორი სასტიკი იყო მათი მონობა, როგორ არ თვლიდნენ ადამიანებად და როგორ შეინარჩუნეს ის ალბათ ერთადერთი და განუმეორებელი ყველასთვის ღირსება, არ ეცოდინება, იმიტომ რომ მას არ აქვს საკითხული ჰეკლბერი ფინი. აცოდო. იმიტომ პატარა ბიჭი და ვის რა დაუშავა დედას შტერი ყავდეს და სიტყვა ნიგერის გამოკედლებზე გავიდეს. ჯიმის ტრაგედია ხო ის არ არის, რომ ის აფროამერიკელი. ჯიმის ტრაგედია ისაა, რომ ნიგერი. და თუ კი უცებ ჯიმს აფროამერიკელად ვაქცევთ, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია, რას ნერვიულობს და სრულად გაუგებარი. მაშინ რა უნდა და მარტინ ლუთერ კინგს. საერთოდ ასაკეთებს, გასულიყო საფრთხე საქმე ჰქონდა, რას დააბრუნებს უკან. დიახ, კეთა. ეს რამდენად ჩემთვის მაგალითად ეს იყო ესე ჩაურიდი ხოლმე ჩაურიდი და მიუხედავად რომ პატარა ვიყავი და თქვათ ესე არ ვიცოდი რომ მე ეს წიგნი უნდა გამომეხო, უბრალოდ გამიმართლა რომ ეს თემი გამოვიღე და მე რამდენი ნახსენება რომელი წიგნი მიყვარს ყველაზე მეტად და მიყვარს ეს ჩემს გამოვიღე და წავიკითხე და არ იყო ის რომ თქვათ ვეგო მითხრა რომ წაიკითხე მე ვხედავ მზეს გარე აბსოლუტურად. ამ ამბავში მე მგონი საქართველოში მცხოვრები ადამიანები ძალიან გამართლებული არიან. იმიტომ რომ ბევრ სახლში ვყოფილ ვარ, ბევრ ოჯახში, ოღონდ არა მარტო თბილისის, ყველგან, სადაღარ. მე არ მინახავს არც ერთი სახლი, რომელსაც არ აქვს თუნდაც სუპატაწინა, მაგრამ ძალიან რუდუნებით შერჩეული და საყვარელი ბიბლიოთეკა. ზოგად არის აშილად გაპრანჭული, ძალიან ძვირფასი და მდიდარი, ესეც ხდება, იქ თლაც 60-ებში არიან ალბათ, მაგრამ არის კიდევ 2-3 თარო.
რომელზეც დგას წიგნები, იცით როგორ თუ კი აღმოჩნდებით სოფლებში, რომლებიც თითქოს მოწყვეტილია ცენტრს. აღმოაჩენთ, რომ ბიბლიოთეკის ძირითადი დასახელებები, წიგნები მეორდება. და ეს ძალიან მაგარია, როდესაც შედიხარ და გონია, რომ სახლში ხარ. იმიტომ რომ შენ სახლში ზუსტად ასე ამის გვერდით იდო ის და იმის გვერდით ის. და აუცილებლად არის და უცნაურ წიგნს აღმოაჩენ და მაშინ იმ ბავშვმა ზუსტად ის იცის, რაც იცის, მაგალითად ერთმა სოფელ კუკუდან ბავშვმა სიტყვაზე ვამბობ, სოფელ ბუბუდან ბავშვი რო გაიცნოს, მერე სადმე აღმოჩნდება, რომ ერთნაირად, როდესაც ბოლი ადიოდა, იქიდან ზამთარში ჩამოჩნდებოდა განიერ ფანჯრის რაფაზე. ეს მაგარია. და თუ მით უმეტეს აკრძალულია წიგნი, ეს ხო საერთოდ საგიჟია. იმიტომ რომ იცით რა არის შესანიშნავი? ქართულენოვანი ბავშვების დიდ ნაწილს შეიძლება არ ქონდეს, რადიკალურად არ ქონდეს წაკითხული. რა ვიცი მე, თხა და გიგო, მაგრამ ყველას ქონდა წაკითხული დეკამერონი, იმიტომ რომ იყო აკრძალული. იცი, დეკამერონის აკრძალულსა, დეკამერონს კითხულობდა ყველა ბავშვი, იმიტომ რომ დედა მოგაჭრიდა ყურებს თურმე. მე არ ამიკრძალეს და ამიტომ არ ქონდა წაკითხული და მერე იყო ამის კითხვა აი ასე გატანები და ამით ლოგინში ცოტათი და იცით წიგზე დასამაგრებელი ნატურები რა ხო იცით ეს ფეხბურთის ბურთის განათება ქონდა და დაიტყავებ თვალებს რო გეუბნებიან და ამბავი 1001 ღამე ქონდა ყველას წაკითხული საზეპიროების დონეზე იმიტომ რომ ყველა დიდ ეროტიკას ეძებდა და არ იყო ეს არ მაგარია როცა არის რაღაცა როცა არის და მე შეგიძლია ამოიღო როგორც კოზირი იცი იმიტომ რომ აი მე ეს მაგ გადასარე და ეს არის ალბათ თქვენ გახსოვთ რა კარგად თქვი გეგონება შარშან თქოს რას გვაძლევს ეს წიგნები ეს შესანიშნავი გამოგონებაა ხო ელექტრონული წიგნი სრულიად შესანიშნავია იაფი იორღა მე მეუბნებით რელიქტურ წარმონებს რა მემართება მაგრამ მეორეა კი მე მეცაც გეტყვით როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი რა თქმა უნდა მითხრეს რომ წიგს უნდა მოვექცე რუდუნებით ხო რომ შეგინით არ უნდა წერო არ უნდა ხატო ფურცელი არ უნდა ამოხიო და ეს რა თვითფრენავი არ უნდა გავაკეთო რაღაცა ეტაპზე ჩემი ცხოვრების აღმოაჩინე რომ იცით რა მაგარია ამ წიგნებს მე ვკითხულობ და ჩემი ნაყიდია რასაც მინდა იმას ვუზავ და რა მაგარია იცით როდესაც გამოხდება დრო 5-6 წლის შემდეგ აღმოაჩენ წიგნის ფურცლებზე რას ფიქრობდი იმ წამს რაღაცები გახაზული და მე ვფიქრობ რომ რატო გავხაზული ოპა ნახე შენ თურმე რა ხდება და გაქვს მინაწერები და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ წიგნებზე რომლებსაც სულ უბრუნდებით ხო გაქვთ ასეთი რაღაცა რომელსაც სულ უბრუნდებით და წიგნი იზრდება თქვენთან ერთად და მე თქვენთან ერთად ბერდება და მე ბოლოს ოდესმე ჩერჩეთულ ტექსტს იტყვით რომ მე მოვითხოვ რომ საქართველოში იყოს ცნება დაწვით ჩემი ცხედარი და ჩამაყოლეთ ზედ მაგალითად ცელმარა ლაგერლოევი ერთად დაგწვით ბატონო და მე დავარება უნდა იყოს რამე გველური ენგუში ჩაყარეთ იქ იმა და იმ ადგილას რომ ვიღაცა მიწვალოს იქნებ კიდეც მოკლანის და გაერთობეს ეკლესიასთან მაგრამ ის ხმიდა ამბავია განუყოფელი ნაწილი და წიგნი რომელიც გაქვს უხელში და კიდევ უფრო მაგარი რა არის იცით კლავ და კლავ აქ ასე ვთქვათ დისტანცია უფრო დიდია ჩემი ამ ბალღობასთან ვიდრე თქვენი ამიტომ ამბობ ძალიან მაგარია როდესაც აღმოაჩენ რას ფიქრობდა დედა შენი როცა კითხულობდა ამ წიგნს და მიხვდები რომ დედა ჩურჩუტი გოგო იყო კი და კიდევ უარეს თუ აღმოაჩენ ბებია შენი სასიყვარულო ბარათს რა იტყვი ეს არ მაგარი წიგნები რომლებიც არის და არის მე ვერ გავუშვებ შესაძლებლობას ერთი კითხვა არ დაგისვათ იმიტომ ეს ძალიან საინტერესო საუბრობ და ხო არ იცვლება დროსთან ერთად წიგნების ემოციური გავლენები მაგალითად თქვათ მე როდესაც საუბრობდი დგანს და კულტურაზე გამახსენდა ჩემი საყვარელი წიგნი კაპიტან გრანტის შვილები რომელიც ერთად შემოვიარე მთელი პატაგონია და ინცერთან ერთად მოკვდინდნენ მთელი თემები და ქართულში მაგალითად საახშიათ მეკითხები ხოლმე რომ აქტუალურად წაკითხული სალამურას თავგადასავალი რომელიც ძალიან მიყვარდა თავისი აიათი და ქონდათ უწესს და მთელი ანუ ემოციური დუმა არის გარკვეულ ხო ანუ იქ მარტო წიგნი არ არის თქვა აქცენტებას არ კითხულობდი როგორ კითხულობდი რა პარალელებს აკეთებ ანუ არის თუ არა რომ შესაძლებელი რომ იგივე ემოციები თქვა იგივე წიგნმა თქვა დღეს გამოიწვიო დღეს მაგალითად სხვა წიგნებს უფრო კითხულობს იმ თაობის ბავშვები ეს იმიტომ რომ თქვა არ არის პოპულარული სალამურას თავგადასავალი თუ გარემოების გამო იგივე ემოციებს ვეღარ იწვევს პირობითად სიმართლე რომ გითხრათ მართლა ვერ გეტყვით იმიტომ რომ
მე პირადად თანაბარი აფექტურობით ვკითხულობ 99-ად Moby Dick-ს და ერთ ღამეში შიმშილის თამაშებს. ანუ პერსონალურია მაინც, ხო? ალბათ პერსონალურია, არა, როგორ ვფიქრობთ, მე მგონი. იმიტომ რომ მაშინაც როცა ვთქვა ჩვენი ბავშვობის დროს ეს ხო ძალიან დიდი ხნის წინ დაწერილი იყო და იქამდე ხო კიდევ ვიღაცა მაწერილი და წიგნი ყოველთვის ახალია. აი მაგალითად ჩვენ ბლოგზე რომელიც წიგნებს ვწერ ხოლმე მიმოხილვას. ვერასდროს ყოველთვის ან პოპულარული რა წიგნი არის ვერაფრით ვერ ვადგენ, იმიტომ რომ ვინც კითხულობს მისთვის ის არის ახალი და არა ის მე რომელი დავწერე ბოლოს. რომელი მიმოხილვა დავწერე ბოლოს. არამედ ის ვინ და წიგნი წაიკითხა, იმის მიხედვით არის მისთვის ახალი. მაგრამ რაღაცა სტატისტიკასავით ხო გამოდის ხოლმე მაინც არა გეტყვით უცებ ერთ შენიერ დღეს 60 წიგნს ეს რაოდენობა ეგეც იმიტომ გოგონა დრაკონის სტატუთი იყო ასეთი მოვლენ დაახლოებით 5 წლის წინათ და მოვაჩინე ერთ ბაშად უცებ რომ წაიკითხა ყველამ. ერთ თვეში დაკითხული ხო და დედამიწაზე ყველა. ანუ ვისაც კი ვიყავი, ან მაგიდაზე ქონდა გადაშლილი, ან მეუბნეოდა რომ როგორი ფიქრებდა რომ რაღაცა ინტერნეტ დეტექტივით იქნებოდა გატაცებული. და თან ისე გამიკვირდა ვერ წარმოიდგენთ, იმიტომ რომ გითხრათ რომ რეკლამა გაუკეთა, ჩემი გული ეგეთი, გარეკანზე გავიგეთ ლამაზი ზურგი იყო, მაგრამ ამის გამო არავითარ არ ვიცი. ამის ალბათ რაღაცნაირი კვლევები არსებობს, ხო, წესით? როგორ ვფიქრობთ, ვინმე იკვლევს ამას? არ ვიცი, მაგრამ ალბათ რჩება წიგნები არის აუცილებლად საკითხავი წიგნები, რომლებიც არ ძველდება არასდროს. ხო, იმიტომ რომ შიმშილის თამაშები, რომლებზეც გავგიჟდი, რატომ მოვიტანე მაგალითად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია. ერთ შენიერ დღეს შეიძლება აღარა. და ინდიელი ჯო ალბათ ყოველთვის შეგვეცოდება, როდესაც გავაღებთ გამოქვაბულის კარს და აღმოვაჩენთ, რომ ღამურებიც კი შეუჭამია მოპედურს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა და დარწმუნებული კიდევ. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა.